დილას ახალ მთავარწნულს დიეგო ლონგოს იტალიელ სპეციალისტს ეს კი იბერიას ფეხბურთელს სათამაშო ოსტატობიდან გამომდინარე გვაქვს მოლოდინი რომ კარგი უნდა გამოვიდეს სუპერთასის მატჩებიც სადაც ეს განური ტრიო მათ გარდა არის რომარი კეტოუ კაპიტანი გუნდის როცა ის მოედანზეა გამოცდილი ფეხბურთელი აი აქ კი იბერიელთა კაპიტანია კარგი იური ტაბატაძე 1-1-ზეა დაარტყა და გაიტანა გახსნა კიდეც ანგარიში მისი გოლების სერია გრძელდება ძალიან კარგ ფორმაშია იბერია 1920 სუპერთასიც გამოვინა ბრძოლის უნარიანობა მოედნის ცენტრში მოიპოვა ბურთი შეიტანა საჯარიმოში და თითქოს ვეღარ ასწრებდა მაგრამ მოახერხა ძალიან ტექნიკურად რბილად დარტყმა გამოავლინა კერესელიძემ რეაქცია მისი კარის დალაშქვრა მარტივი არ არის ამ სეზონშიც და წინა სეზონშიც მაგრამ ძალიან ძლიერი და ამავე დროს ტექნიკური იყო ეს დარტყმა რომლის მოგერიებაც საბოლოო ჯამში ვეღარ მოახერხა დავით კერესელიძემ და ანგარიში გახდა 1-1 მარში ნახოთ რა იქნება პასუხი გორის დილასგან რაც შეეხება ტაბატაძეს მისთვის ეს ამ სეზონში მეათე გოლია აქ კი შეიძლება მალევე უპასუხოს და უპასუხა გორის დილამ პირველსავე შეტევაში დაახლოებით თუ ეს გოლი ჩაითვლება אז დიდი ალბათობით მოხდება რადგან არ გავს თამაშგარემ მდგომარეობას შვენიერი დასაწყისია მატჩისთვის და იმედია ეს უხგოლიანი თამაში ეს კარგი სერია გაგრძელდება კონტე არის საგოლე გადაცემის ავტორი და დეო ბასინგა ანგარიშის პირველსავე შეტევაში გამათანაბრებელი გოლის ავტორი. აი არის ნახევარფინალის შემდეგ ან მესამე ადგილისთვის მას შესაბამისად 2-2 ბონუსი შეხვდა გუნდებს აქვთ. აქ იური ტაბატაძე დაარტყმა კიდევ ერთი შანსი ჰქონდა მას უგოლო ფრე, მაგრამ მერე უკვე პენალტების სერია, სადაც ახვლედიანი კარში დარტყმა მოახერხა აქედან და საბოლოოდ კერესელიძემ იქამდე ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ, როგორი შანსი ჰქონდა. გორის დილას იმისა რომ შემდეგ გორელები წავიდნენ შეტევაში ფარულავა საინტერესო პასი მარცხენა ფლანგზე რბილი ჩაწოდება ფარულავას დარტყმა იყო მომენტისთვის და მოიპოვეს არის საკმაოდ კარგი შანსი შეტევის განვითარებისთვის ფარულავა იშვენიერ ფორმაშია კარგად წაიღო ბურთი შევიდა საჯარიმოში წაიქცა და მოიპოვა პენალტი და ნახოთ როგორ გამოიყენებს გორის დილა ამ პენალტს გაიტანა ანდრონიკაშვილმა თითქოს კიდევ ერთხელ ნახოთ აირჩია საპირისპირო კუთხე მაკარიძე და საბოლოო ჯამში მისგან ხელ მარცხნივ და ანდრონიკაშვილმა და არტყამ შესვენებამდე რადგანაც ზედიზედ 5 მატჩი მოიგეს ასე რომ ორივე გუნდი კარგ ფორმაშია კარგი სერია აქვს და დღეს ერთ-ერთისთვის ეს სერია შეწყდება გიზი მამაკეიშვილი ბურთი მოიპოვა საჯარიმოში ჩააწოდა ტაბატაძე და არტყა დიაგონალური პასი კეთდება რომელიც არ გავიდა მაგრამ სიხარულიძემ ბურთი მოიპოვა და გააკეთა გადაცემა ტაბატაძის მიმართულებით მიუახლოვდა ტაბატაძე საჯარიმოს მოძრაობები და უხაძე დარჩა მოედანზე უბრალოდ ტექნიკურ ზონასთან მივიდა და ჩავთვალე რომ გადიოდა ისეთი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა ტექნიკური ზონისკენ ფარულავა ანახლა თამაში ურბინა იქ მეტოქეს დორასოკლას შეუძლია დარტყმა და გაიტანა რა გოლი შეაგდო ოთარ ფარულავამ თქვი ამ ფეხბურთელზე რომ არის ძალიან კარგ ფორმაში გააქვს შეგდება ამდენივე საგოლე პასის გაკეთება მოყვა ახლა კი სუპერთასზე ჯერ პენალტი მოიპოვა რომელიც მისმა გუნდმა გამოიყენა და ახლა რა ლამაზი გოლის გატანა შეძლო ოთარ ფარულავამ თორასო კლას შემოურბინა გაითავისუფლა სივრცე დაარტყა მაკარიძე მაქსიმალურად გაიშალა მაგრამ ბოლომდე ვერ შეწდა გამოცდილი მეკარე ახალგაზრდა ფეხბურთელის აი ამ დარტყმას რაც ნიშნავს იმას რომ ანგარიში ხდება 1-3 და ვაბანკის იბერიას ჩაწოდება კიდევ ერთი კვლავ გიზი მამაკეიშვილს დაუბრუნდა ბურთი ცრუ მოძრაობა კარგია ტექნიკურია რბილი პასი აწია და არის შანსი როგორ გადარჩა გორის დილა და გამოიტანეს საბოლოოდ ერთი ხაზი და მატჩი დასრულდა იგი გორის დილას გამარჯვებით 3-1 საინტერესო უხგოლიანი მატჩის მომსწრენი გავხდით რომლის შედეგადაც გორის დილა თავისი არსებობის ისტორიაში მესამედ